აბა, ნაკურთხი იყოს ეს მეც. გამარჯობა. სიყვი რომ ამოვატრიალოთ, გიორგი. მოგესალმებით მეგობრებო. აზბეკის ტყიდან და გიორგი დღეს შევწავთ სტეიქს. თან აგიხსნით როგორ კეთდება გემრიელი საჭმელი. გიორგი დამეხმარება ყველაფერში და გიორგის დავეხმარება ყველაფერში. ჩვენ ვართ ელიას მთაზე, ყაზბეგში. ძალიან მაგარი გარემოში და უბრალოდ ცოტა ხანში აქ ნისლი ჩამოწევა, ნისლი არა, ჩამოწოლილი უკვე და მალე ჩვენ შემოგვიერთდება რა და შეიძლება დაგვიგნებდეს რა. აფხელები ყრია რა. მოდი იცი, რა, ეხა ხას დავიტრო. მეგობრებო, ჩვენი სპონსორი იმედია ოდესმე გახდება სელპაკი, იმიტომ რომ სელპაკს ყოველთვის ხარისხიანი ხელსახოცები აქვს. ვაზელნი G. ვაცი და ბიჭო. ხო, მეგობრებო, ეს არის კაპანას მიერ დამზადებული ხის დაფები სპეციალურად ჩვენთვის, სტეიკისთვის და არა მხოლოდ სტეიკისთვის, აქ ნახეთ თავის სასოუსები აქვს და თელი ამბები აქვს, რაც ძალიან მაგარი მოფიქრებაა და კაპანას მადლობა მხარდამჭერისთვის და კაპანა იქნება ჩვენი ქიჩემბროსის არხის ერთ-ერთი მხარდამჭერი კომპანია. თუმცა თავარი მხარდამჭერი კომპანია ასევე გვეყოლება ხორცეულში კომპანია კვამლი, რომლის სტეიკის უნდა გაჩვენოთ უოჭოთ ახლადან თან. ვეცა? არა. დიდი? ბიჭო, მე დაბრა ნუ კიდე, პაკ მოკიდია. ნახე? აი, ხო, ვეცა? ეგ არის. ნახეთ. რა სტეიკია? ამას შეხედეთ. აი ეს უნდა მოვამზადოთ რა. ძალიან ხელი დავიწყო. მანტენოლი მაქვს ამოღებული. სტეიკი იქნება ჩიმიჩურის соусით რა, რაც არგენტინულია, ზოგადად კლასიკაა არგენტინაში. ფიქრობ, რომ ძალიან კარგად მოუხდება ეს ორი ერთმანეთს ყაზბეგის აი ამ ქართულ ჯიგრულ გარემოში რა. ეხა პროდუქტებს მოვიტან მე და ნელ-ნელა დავიწყებ უკვე გამზადებას. ეს რა სიცივია, ლუი? დავაი, ზვანილი გავრეცხოთ. აბა, ნაკურთხი იყოს ეს მეც. ეხა მე თქვენ გასწავლით ჩიმიჩურის მომზადებას. ჩვენი სპონსორის სუნელები გვაქვს აქ, რომელიც ოდესმე იქნება იმედია. და შავი პილპილი, ორეგანო. ეს ამოვიღოთ ეხა აქედან, გავარჩიოთ ხახვი, ნიორი და ამისთვის დროებით აი აქ მომზადოთ სუნელებს მომზადოთ მაგრამ ჩვენ არ დაგვეწეს რომ კაპანას დამზადებული დაფებით გვაქვს აქ პატარა სასოუსი. ნიორი ჩემთვისაც რო ავიღოთ, მოდი იყოს ორი კბილი. ჩიმიჩური მეგობრებო, ძალიან მარტივი соуსი. მისადევნებელი, მოდი ქართულად რო ვთქვათ, соуს ქვია მისადევნებელი. და შედგება რისგან? ორეგანოსგან, შავი პილპილისგან, აუცილებელია ოხრახუში, ზეითუნის ზეთი, წითელი ღვინის ძმარი, შალოტი ან წითელი ხახვი, რის საშუალებას იქნება, დაღერგები წიწაკა, მარილი და ნიორი. სხვა არაფერი არ არის რა. უბრალოდ მე ეს ყველაფერი ერთად კარგად იკებება და ზეითუნის ზეთთან ერთად ემულსირდება. რომელსაც მე კარგად შებრაწულ და გემრიელად მომზადებულ სტეიქს იდეალურად ეს გადავადებ და მივირთმევთ. მოგინათ რომ გოგოები გააოცოთ, შეყვარებულები, ცოლები, მეგობრები, პოტენციური შეყვარებულები პერსპექტივაში და ასე შემდეგ, ჩემი აზრით, ყველა კაცმა უნდა იცოდეს ამის კეთება რა და შეუძლია რომ აი ამითი ქალი გააგიჟოს. ძალიან დამაინტერესა უკვე. ხო, აი ტყეში ვარ და უკვე ქალზე ვაყარე. ამას როგორ ჭრი? შენ ცოლს მოკითხვა. როგორ ჭრი? კუბიკებად. ანუ შემიძლია ესე გავწყვი. რა ისე მიადვილება ხოლმე გავს. კი, ყველაზე აი რაღაცა ხა ტყეში ჩვენ ხო ის ვერუღები არა ვართ და უზრუნავთ გარემოზე და ასე შემდეგ ეგ ხალხსაც უნდა აუხსნათ ჩემი აზრით, რომ ვიღაცამ არ იფიქროს ჩვენ რაღაცებს ყრით. ამიტომ პარკს დავითრებ ხა მე. ჩამოვიკიდე საწოლი. აი, გამეთ. всё, ეგ არის მაშინ. ნაგუს გვაქვს. ეგ არის. მე დავიწყებ წვალენას დაჭრას, მოდი. შენ ეგ გააკეთე? აი, გამექცა. სხვათა შორის ავიღოთ. როდესაც ესეთ რაღაცებს ყრი, ოღონდ იმას არ არის დაბინძურება. გააჩნია რა და. ეგ არა, კი. არ უნდა დააგდო ცელოფანი, სიგარეტი, რაც ძნელად იხსნება და ასე შემდეგ. არაბიოდეგრადირებადი პროდუქტი არ უნდა დააგდო, რაც თავარი ეგ არის. თორე მე დამეზარა მაგ სიტყვის თქო. არაბიოდეგრადირებადი და მეც რა მაგარი კაცი ვარ, უცებ მოვახსენე. ეს არის. ძირებს ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიყენებთ. როგორც წესი, ძირების გამოყენება ძალიან კარგია ხოლმე სხვადასხვა კერძებში, იმიტომ რომ აქვს უფრო ინტენსიური გემო, აქვს ისეთი თვისება, მაგალითად არ გაგვიწვანებს რაღაცას რა, რაღაც კერძს რო გადაუღრებთ, ხო, მაგალითად
ფოთლისგან განსხვავებით. თუმცა ამ შემთხვევაში ხა ჩვენ სრულიად ხასხასა მწვანე გვჭირდება და თავისთავად უნდა დავჭროთ ეს სიმწვანე მარტო. ამიტომ ამას ესე გვერდე გადავდო. ვიდეოს დალაიქება და არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგან ჩვენთვის ეხა ყველაზე დიდი ხარდაჭერა იქნება თქვენი მხრიდან ეს პატარა მცირედი აქტივობა, რომ მე ჩვენ უფრო მეტი და უფრო საინტერესო და უფრო კარგი რაღაცები გავაკეთოთ და ის დასაწყისი, თუნდაც ქიჩემბროს არქი რო გაჩერდა, აი ამით ავინაზღაუროთ და უფრო მეტი გამომწერი და უფრო კარგი და უფრო საყვარელი აუდიტორია შევკრათ და მე ჩვენც რაღაცა კაი გეგმები გვაქვს თქვენთან მიმართებაში პირადად ესე და არის უკვე რაღაც გარკვეული საშუალებები გიორგის დამსახურებით თუნდაც მანქანაში შეგვიძლია ორი ადამიანი მინიმუმ ჩავისვათ, ხო გიო? და წავგიყვანოთ და ჩვენთან ერთად ვისაც მომზადება გიყვართ, მოამზადოთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი და საშუალება იქნება ეს ყველაფერი. ისეთ ძალიან მაგრად მაინტერესებს, აქ ვინ არის ნამყოფი რა? მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ამ ადგილზე არის ბევრი სოკო და ბევრი ციყვი. ხო და ვიტაც შეიძლება რომ დაიმახსოვრონ რა, იმიტომ რომ აქ ამსვლელი ყოველთვის ნახულობს რა. მოხშოშ ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი თქვენც იცნობთ. არსებობს ეგეთი ადამიანები, იუთუბერი ბადრი, BBR Wild, ყველა ვიცით ალბათ. ხშირად ამბობს ხოლმე ვიდეოებში ფოტოშოპს, რომ ადგილებს არ ვამბობ და სად მივდივარ არ ამბობს რა ესე და რატო არ ამბობს იცი რომ მე ძალიან უდიოდ პრობლემა იმ ადგილას ბიჭო დაამოღამები რაღაც კაი ადგილია და მადი რა ჩვენ წავიდეთ ვიგულავთ და მე გდია იქ საზაფხო გადაჭერილი ხოლმე ხარ იქ რაღაცა ის ხო მაგრამ ამ შემთხვევაში გაუჭირდება მაგის გამო თუ აქ ამოვდენ დაანაგვიანონ არ ვიცი მე იმიტომ რომ 2 საათი ხო ისედაც ჯერ 2 საათი უნდა გზას მე ამინდი უნდა ქონდეს შესაფერის იმიტომ რომ ნუ ყაზბეგია იქ ყველას მოგეხსენებათ მე სოკოზე რო წამოხვალ და თან კაი სოკოში ჭამ ისინი არ იზარდება მეგობრებო თქვენ როგორია ჩვენ რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ ეგეთი არა საჭმელი სოკოები კარგი სოკოები კეთილები იო აი კეთების პროცესში მოდი ჩვენს მაყურებელს მოვყვეთ ჩვენი ემოციები ზოგადად რა ახლა ყველა ადამიანს ვინც კულინარია და ვისაც ძალიან ხარს მზადება ყველას რაღაც თავისებური ემოცია აკავშირებს მზადების პროცესში რა ეს ცოტა უფრო დააწუნდა კი ხო აი ნახე როგორ ჩავჭერე მე შეჭერი და რო გეთქვა თავიდან ეწუნა დავიწყე და უნდა გადაკეთო არა პრობლემა ფიქრობ რომ უნდა იცოდეს მაყურებელს რა ემოციებს განვისით ხოლმე კეთების დროს აი მე მაგალითად დავიწყებ მარტივად რომ გაგიმარტივო რა ემოციური კუთხით და მაყურებელსაც ვეთქვი რომ მე მედიტირებ ხოლმე მე რაღაც გარკვეულ მედიტაციას გავდივარ შემიძლია სრულიად ჩუმად ვამზადო ისე რომ ხმა არ ამბობ და რაღაც გარკვეულ ტიპის მედიტაციას ვეწევი რა და აი თლიანად ვიცლები და მშვიდდები მე აღარ მშია საერთოდ ანუ ვამზადებ ხოლმე სინჯალ და მე აღარ ვჭამ იდეაში და ეგ ალბათ ბევრია ესე ჩემი აზრით და სხვა ადამიანების ემოციებით ვკაიფობ ხოლმე რა ანუ ერთობი და თან რაღაცეებს ძებნიერად ვარ რა ამიტომ შენ როგორ ახლა სხვათა შორის ჩემი მეგობრებიც დამარწმუნებიან რომ მარტო ის არის რომ რაღაცა რო იცი მაგიტო უნდა გააკეთო რა ხო არა ის თუ არ ქსიამონებს შენ თუნდაც მეგობრებთან ერთად გასვლა თუნდაც აი თუნდაც მარტო აკეთებ რა სახში ხო გაიკეთებია მარტოც თუნდაც საქმე რაღაცა სიამონება თუ არ მიიღე დამეჯერე ვერაზოს ვერ იქნები ვერც კარგი მზარეული და ზოგადად ნებისმიერი საქმე რაც არ უნდა თქვა ვერ გახდები ვერც პროფესიონალი მე არ ვიტყვი პროფესიონალი მაგრამ რომ სიამონებს ერთი ეგ იცი რა ვაკეთებ რა ეგ არის ყველაზე მაგარი პროფესიონალიზმის როდესაც სიამონებს დააკეთებ და პროფესიონალიზმის ხოცი მე უკვე პრაქტიკაში მოდის რა რამდენად ხშირად დაკეთებ იმდენადვე პროფესიონალი ხარ წვრილად კეპავ თუ რას ნიოს ხო მაქსიმალურად კი ვინე ტექნიკა გასწავლა გონო დაწყიტო აბა აი განამოტრიალე ესე უტყი რა ახლა შვება იმას შვები შენ რაფია კატარებული ნიორი როგორც არის ზუსტად იგივენაირი ხდება მაგრამ რახანეს დავიწყე მაშინ ესე ვიზა ხო მაგას აუცილებლად მე ეგრი არ მიცდია რა მე მენავკე გასვისავ და წკაფ всё ნიორი მზად არის სხვათა შორის ნიორზე 1-2 სიტყვა ვთქვათ რა ისეთი რაღაცა არის რომ შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს ვინც ცოტა ახლოს არ არის რა სამზარეულოსთან ნიორს დაკეპილს სხვა გემო აქვს დაჭყლეტილს სხვა აქვს და აი მაგას სავარაუდოდ კიდე სხვა გემო ექნება იმიტომ რომ ის დაჭყლეტილი კიდე სხვა იმას გამოდის ეს ყველაზე მეტად გახსნილი გემოს ხონია და ინტენსიური გემო მოდის აქ ნიორის ამ შემთხვევაში რა ო რა კაი დაფა ნომერ პირველი წესი მზარეულის ზოგადად მეგობრებო დანა აუცილებლად მუდმივად უნდა გქონდეს რაღაცის სამზადისის შემდგომ გაწმენდილი და დასუფთავებული ასევე დაფა მათ შორის ზოგადად სისუფთავე ყველგან რაც არ უნდა ვიყოთ ბუნებაში ვიქნებით თუ სახში ვიქნებით აუცილებელია როგორი
გენიალური მოფიქრება გაქვს ჩემო გიორგი, რომ აი ეს მოიფიქრე რა, რომ აი შუაში გქონდეს მაყალი, გრილი, მაგიდა, დასაჭრელი ადგილი, თან ეხა ამ წეში ბიჭო ცივა ვიყინები და დაგერი, ნუ ჯიგულად სიმონტვები, ზამთარში ხელები არ გავგეყინება, რაც თავარი. მოხი რა. დაბლა კიდე მეგობრებო, ეს მაგიდა არ არის მხოლოდ მაგიდა და გრილი. ეს მაგიდა არის კომპანიებისთვის განკუთვნილი სარეკლამო ბანერი. და როგორ იცი? ისეთ რაღაცას მოვიფიქრებთ, მე და გიორგი, რომ ამ მაგიდას სარეკლამო ბანერადაც გადავაქცევთ. ოღონდ ჯერ დაგვასპონსორებთ. კაი, ამას ვამატებთ ორეგანოს. მე ვამატებ შავი წიწაკა, პილპილი, ესე. გაფქვილი. ხო, გაფქვილი. დაგერგილი წიწაკა. და ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში რა იცი რომ მორევა. ჭურჭელი არ გვაქვს, ხო, რა ისეთი რომ კვაკ. ორიოთ. შენ ისეთო. არა, ის დამრჩა მეორე ნაბორი ჯამების. ხო. ეს თევშების ნაბორი მაქვს წამოღებული და არ გამოგვადგება, მაგრამ რაღაცა უნდა ვშვა. ციყვი რომ ამოვატრიალოთ, გიორგი. ჩავაბრუნოთ ხო? რა ვიდეია. ვამატებთ ზეითუნის ზეთს. არა, ჯერ არა ბოდიში ვაპატიეთ, ჯერ ღვინის მარი, წითელი. და. კარგად გავუკეთოთ ძმარი, იმიტომ ძმარი ხოცი მაგრად უხდება რა აპარატურს. მოდი თან მინახშის მივხედავ. მეგობრებო, თვალიზობით ვაკეთებთ ეხლა აქ ყველაფერს რა, რომ იცოდეთ. ინგრედიენტების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ თქვენთაც განსაზღვროთ და თვალიზობით გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მარილი, ბოლოს. აი ესე. და ეს მასა, რომელიც ახლა მინდა რომ კაცში ახლოვან გაჩვენოთ. სხვა შანსი არ აქვს და საშუალება რომ სხვანაირად დაგანახოთ, აი ესეთი მასა არის. ესე. უნდა ამოურიოთ ახლა ერთმანეთს. მაგარი სუნი წამოვიდა. ხო, ამას ცოტა კიდე ჩავარბიბებ. გამარჯობა. მეგობრებო, შეგახსენეთ, რომ ეს ხორცი ჩვენ გვაჩუქა, ესე პირდაპირ ჯიგრული მნიშვნელობით, კომპანია კვამლმა, რომელთან ერთადაც ვაპირებთ თანამშრომლობისა და ურთიერთობის და მეგობრობის გაგრძელებას პირველ რიგში და მალე გაგაცნობთ უმაგრეს პროდუქციას, რომელსაც უშუალოდ კვამლი ამზადებს და აქედან ვეხვდებით ხო ალბათ რა ხარისხზეა საუბარი რა და ძალიან მაგარი ამბავია, რომ საქართველოში და კერძოდ თბილისში გვექნება იმის ფუფუნება, რომ აი ესეთი ხარისხიანი ხორცი შევიზინოთ. არა მხოლოდ საქონელი, არამედ ღორი მათ შორის. დანარჩენს ნელ-ნელა ეტაპობრივად მოგიყვებით, რა თქმა უნდა, თუ თქვენ ვიდეოს დავაიქებთ. აუ, არა, მარილი უყავი. აუ, საბას ჰეითერები საყურადღებოთ რა. ჯერ აი ხლა პირველად გააკეთა ესეთი რაღაც, ჩემ თვალს არ გამისინჯავს და. ხოიცით ახლა ვფიქრობთ ხო ესე რომ ამბობ, აუ, კარგია და რაღაცა და როგონიათ რომ შეიძლება კარგი არ არის, ან არის. ობიექტურად შევაფასებ ახლა მე. პური გვაქვს? გვაქვს, მაგრამ ჯერ არ შეიძლება. მოიცა. სტეიკი შევწოთ ახლა სტეიკი. არ მინდა მე ძმაო სტეიკი. კვამლი, აბა. კვამლი. გიო, კვამლი, გიო. მეგობრებო, ამას ხويა ხორცი. ინიდაიანი გააკეთე რა. ხო, ინიდაიანი. აბა. ეგა, აბა რა. რას? სხვათა შორის ეს ეტკა ზუსტად ამის გამო გავაკეთე რა, ეს სტეიკი რო დატეულიყო 2 ცალი რა. ნომერი პირველი წესი მეგობრებო. სტეიკზე კარაქი ზემოდან. აუცილებლად. აი ესე. ჯიგრუა. ხელი მოგა? ნო. კაი არის. ვა! აუ მეგობრებო, რაღაც საოცარი და ჯადოსნური დღე შეიკრა დღეს რა და აი ეს მისლი რო დაემატა ამ დღეს და თან ვიცით რომ ყაზბეგში ვართ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე საქართველოში ხო ხა ფაქტია უნდა ვთქვა ეს კიდევ უფრო დიდი რამე არის და მე მინდა ყველა თქვენგანს გაგიმარჯოთ და დაგლოცოთ ჩემი გულითა და სულით და გიო პირველ რიგში შენ ძმაო იმიტომ რომ ეხლა აი აქ ამ დღეში ჩაიყარა კიჩენბროსის ახალ უდიდეს და უდიადეს პროექტს საფუძველი შენთან ერთად და მინდა შენს წარმატებები გისურვო და ამ მარხსაც და მეც სადღაც იქვე რა მანდ და ხალხო გაგიმარჯოთ აბა თან გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო დაგვიწერეთ კომენტარებში როგორ გიყვარვართ და მე ჩვენს გაჩვენებთ ჩვენ როგორ გიყვარხართ რა თქმა უნდა გავიმარჯოს ერთად გავიმარჯოს
ეს დაწყება არის და დავიწყეთ. გონი კარგი დღეა. მე ვნახოთ კიდე რა. ამანი უკვე ისეთი რაღაცა ქნა, მე არ ვიცი რა. ეხლა ეს კიდე გადასაღები იქნება. ხო, რა თქმა უნდა. სხვათა შორის კაცში ახლა განახებ, როგორი წვენი გაიკეთა. და ეს თან ყველაფრის წვენი გამოიტანა მარილმა და ერთად არის რა ყველაფერი და აი აქ ერთი სული მაქვს პური ჩავაწყო. გაგვიმარჯოს, ყველას ერთად გაგვიმარჯოს და გამოიწერეთ არხი. გრილზე კარაქს ცოტას ესე ვარბილებს, ცხელი რა გადაცაა და მე ზემოდან უსვამ. ამ კარაქს რო ამოვატრიალებ სტეიქს, აუცილებლად დავამატებ ისევ ზემოდან რა, იმიტომ რომ ნომერ პირველი წესია ზოგადად კარაქის და სტეიკის ესე ერთად თანაცხოვრებს რა კულინარიაში, რომ როგორც მზარეულს მუდმივად უნდა ქონდეს დაფა მაგიდა და თან ამოწესრიგებული, ისე სტეიქზე ყოველთვის უნდა არსებობდეს კარაქი, რომელიც ზემოდან გდია და იწვის რა. სხვანაირად სტეიკი გემრიელი არ გამოდის. აბა კიდევ ერთხელ გაგვიბოჭოს. ეს კიდე ეს არის ახალი კოზი, ეს მოვურიოთ კიდე. ვიცა მე მაცემინებს. ვერ ვქენი. ჯანმრთელობა. მეგობრებო, ჩვენი სტეიკები უკვე თითქმის მზად არის. უკვე კარგად გემრიელად გამოიყურება. ხო, შეგენაცვალე რა, კაი რა. და ჩვენი соусით. აუ, ნახე ბიჭო, რა კარგად არის შენ. ამ ცხიმებს ზოგადად თავიდან არ ვაჭერთ ხოლმე რა. მე უკვე ბოლოსკენ როცა ზედმეტია და აღარ გჭირდება მაგ შემთხვევაში ვაჭრით. მაგრამ ანამდე შეწვის პროცესში ვუტოვოთ, რომ ეს კარამელიზაციის მსგავსად ვარიანტში ჩაიტანოს თავისი ცხიმი, თავისივე ცხიმის ნაწყვეტში შეიბოლოს ხორცი და უფრო მეტად გემრიელი იყოს რა. მე იმიტომაც არა ესეთი გაი გემრიელი რა. როგორც ეს კარაქი ხა ეს შუაზე გახავი და მთლიანად დაადე ამას რა, რომ ეს მაქსიმალური ცხიმი რაც შეგვიძლია რომ ივცეთ, რომ უფრო მეტად გემრიელი გამოგვიგდეს. ამ მაგიდაზე მინდა ორიოდეს სიტყვა გითხრათ მეგობრებო, რა ეს არის ექსკლუზივი გიორგის შექმნილია თავისი ხელით დააწყო ყველაფერი საერთოდ და ამის შეძენა თუ იმას გინდათ მილიონახევრად ალბათ დავფიქრდებით და გავყიდით. თუ ეგეც მოგვინდა მაგ შემთხვევაში. სხვანაირად არ იქნება. აი ვისაც გინდათ გამოცადოთ ამ მაგიდის და აი ამ მაყალის და თან გრილის რაც გვაქვს აქ შესაძლებლობები, უნდა დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ გქონდეთ საშუალება იმისა, რომ ჩვენ აგარჩიოთ კომენტარებიდან რაღაც პატარა გათამაშებას არ გავაკეთებთ და წამოგიყვათ ჩვენთან ერთად რა. ტყე ვისაც გიყვართ, ბუნება ვისაც გიყვართ, ხორცი ვისაც გიყვართ, სოკო ვისაც გიყვართ, ბოსტნეული ვისაც გიყვართ, კაი ჭაბასკო ვისაც გიყვართ, საბა ვისაც გიყვართ, ვისაც უყვარვართ და ვაცებით ყველას გეუბნებით მოკლედ რა. მე მართლა გამწოდებ და გამომწერებ ხანისას, ეხა აი აქ რაღაცა სიამოვნებები და ისე ასწორებს რა, ვერ გავიგე ჩვენ ისა ვართ, ციდან ჩამოვარდნილი მამა აბრაამის ბატკანები კი რა თქმა. შენ საუბარზე არ მეტირება, უბრალოდ ბოლი. გასი. სხვათა შორის ქარი აღარ ქრის იმდენად. ცოტა ჩადგა წყალს. რა ჩადგა, აგე დაუფერო. აი მოცა ეს რა დაგვიწოს. ცოტა უხეშად უყარს ხოლმე რა ამ ხორცს ხო ხდება. აჰა. ზადარი ეს ტრამ გავაკეთოთ, გადავუსვოთ მაქსიმალურად. შენ შეგიძლიათ ის გადავუსვა. და აი ეს ცხიმი ეს ჩავაგდოთ. ოპა. ეს ცხიმი აქაც. აი კი და ვაუ! მეგობრებო, ეხა იწყება დადოსნური წუთები. იდეალური მოფიქრება რა. აი ყველანაირი სოუსი შეიძლება ჩავასხათ აქ რა. და მადლობა კაპანას ამის გამო, რა თქმა უნდა. კი, და ერთი მადლობა კაპანასაც გადავუხადოთ რა. კაპანას აუცილებლად მადლობა. იდეალურია. უი, ხო, აუცილებლად რას თავარია მეგობრებო, კაპანა მე შემიპირა, ასე ვთქვათ, და მითხრა, რომ თქვენ ერთად აუცილებლად უნდა მოამზადო რა. და თავისივე შექმნილ დაფებზე დავაჭერინებ ხორცს მე რომ უჭველი. კაია. აბა, გაგვიმოჩს. ეს არ ვიცი რა. როგორ აღწერო არ ვიცი რა. მაქსიმუმ შემიძლია რომ კიდე შევჭამო და კიდე მივიღო ეგ სახე, იმიტომ რომ ეგ სახე თვითონ მოდის. შინაგანად აი ისეთ სიამოვნებას ვიღებ ახლა.
მე ეს ემოციები უნდა გამოვხატო რა ვქნა. ყურს ეს მომღუნია. არ შეიძლება ესე რა. არ შეიძლება. მეგობრებო, ეს არის აი ამ დღის ყველაზე დიდი მიღწევა, რომ აი ესეთი იდეალური გემო დაისვა რა. რა გიქრა. რა უნდა მითხრა ჭამეძმა? რა უნდა მითხრა? ბიჭო, მეც დავმუნჯდე უკვე ხვდები. როგორ მინდა რომ ხა ხვი მე იყოს, რომ ისეც გავასინჯებ და რაღაცას ვაკეთებინებ რა. ციყვის სადა? ციყვო. კაი ჩიმიჩურის соуსი. აი იდეალურია რა. არ ვიცი რა უნდა თქვა. რომ არ ამგონია რომ მე გავჩერდი ამის ჭამით რა. და შენ კიდევ გიჩვევ ცოტა მალე ჭამით, შეიძლება გადმოვიდე. მეგობრებო, აი ამ გემრიელ ნოტაზე ეხლა მე და გიორგი დაგემშვიდობებით. მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ გვიყურებთ. მადლობა იმისთვის, რომ ვიდეოს ალაიქებთ და დარწმუნებული იმდეჯერ თქვით, რომ უკვე დაალაიქეთ კიდეც ვიდეო და წარმატებას გისურვებთ ყველას თქვენ თითოეულ მათგანს, ვინც ჩვენი ერთგული მაყურებელი იყავით, ხართ და იქნებით კიდე მომავალში და მადლობა ძალიან დიდი ჩვენს მხარდამჭერ კომპანიებს, კვამლის და კაპანას, რომელმაც ხო ეს ყველაფერი მოგცდა და ხელი შეგვიწყო, რომ ესეთი გემრიელი და იდეალური ხორცი ქონოდა და აი ესეთი ძალიან მაგარი დონის დაფაგვდებოდა წინ. ავა, გამოიწერეთ არხი არხი, მეგობრებო. დაგვილაიქეთ და კომენტარები რაც თავარია, ყველა კომენტარს უპასუხებთ. თავარია კითხვა გაქვთ, გაგცემთ პასუხს, რამე გაინტერესებთ, ეტყვით. თავარი არის რომ კონტაქტში იყოთ. კარგად იყავით, მადლობა და ღილაკები. შვიდობით. უკან მოხევა. რა უნდა ვაკუ ძმაო, ისედაც იდეალურია. ვიდობი. ძალიან მაგარია. ამერ არ გამეჩვენოს მოსა. აი ესე შეიჭამა მეგობრებო, აქეთ კარტოფილი იწובה. აი ესა ჩვენი ვიდეოს დასასრული რა. აბა გავუშვი. გაგვიმართოს.